2026 წლიდან ამოქმედდა შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით ახალი კანონი. შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა 2025 წლის ივნისში მიიღო, 2026 წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ ეტაპზე ცხოველის მეპატრონე ვალდებულია. ცხოველის ავადობის შემთხვევაში ის გადაიყვანოს ვეტერინარულ დაწესებულებაში. დაკბენა, დაკაწვრა, დადორბლის შემთხვევაში უზრუნველყოს სააგენტოს ინფორმირება და მოახდინოს ცხოველის ვეტერინარული მეთვალყურეობა იზოლირებულად. საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს მისი მყისიერი დასუფთავება. აანაზღაუროს ცხოველის მიერ სხვა პირისათვის მიყენებული ზიანი. ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში დაცემული ცხოველის გადაყვანა მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან 2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონის მუხლი, რომელიც არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისათვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარებას კრძალავს. კერძოდ, აკრძალული იქნება ყურებისა და კუდის კუპირება, ეშვების ექსტრაქცია, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, სმენის დაქვეითება და ხმის იოგების გადაჭრა.